კვალიფიკაცია დასრულებულია და რბოლა სულ რამდენიმე წუთში დაიწყება. მართლა არ მოველოდი ამ შედეგს, იმიტომ რომ სადებიუტო წელი იყო სანდროსთვის. აუცილებლად მას ჭირდება ორი გამარჯვება, რაც არ იქნება მარტივი. გულ შეუტია და აგვირდით კაჯაი. თანაბდნენ ნახოთ როგორ ეყოფა კაჯაი. იმალ ტრაექტორია დედარტებს. რაც თავარია, ჩემ შედეგს რაც მქონდა მე დასახული მივაღწია და ძალიან მიხარია. გურიმადევრი წელს და აგვირდით კაჯაიაც. არსებობს თუ არა უკეთესი კაჯაია? ნახოთ. სალამი, მე ვარ თაკო და დღეს ვიმყოფებით რუსთავის ავტოდრომზე, სადაც მიმდინარეობს წრიული რბოლის საბოლოო ეტაპი. დღეს გავიგებთ, ვინ გახდება ჩემპიონი 8 წლიანი პაუზის შემდეგ. ჩვენ რა თქმა უნდა მხარს ვუჭერთ სანდრო კაჯაიას, რადგან გვჯერა რომ არსებობს უკეთესი თაობა. როგორია სატურნირო ცხრილი და რას უნდა ველოდოთ დღეს, ამაში რან გადაგვეხმარება? მოგესალმებით, საერთო სატურნირო ცხრილი გამოიყურება ასე სანდრო არის მესამე ადგილზე 66 ქულით და აუცილებლად მას ჭირდება ორი გამარჯვება, რაც არ იქნება მარტივი საქმე, მაგრამ ვიცით რომ ამ სპორტში ყველაფერი არის შესაძლებელი და ვუსურვოთ სანდროს წარმატება პირველ რიგში კვალიფიკაციებში. მაშინ წავიდეთ და გავიგოთ როგორ ახსოვთ გულშემატკივრებს წინა რბოლები. ჩვენ მოვედით ტრიბუნებთან, სადაც შეგვიძლია ხალხს ვკითხოთ, რამდენად კარგად ახსოვთ განვლილი რბოლების შესახებ. დაუსვათ მათ კითხვები და გამარჯვებულებს გადავცეთ პრიზები. გამარჯობა. ორ შეკითხვას დაგისვამ და თუ სწორად უპასუხებთ, პრიზს გადმოგცემთ. რამდენ კვალიფიკაციაში დააფიქსირა სანდრო კაჯაიამ საუკეთესო დრო? 3-ში. სწორია. და რამდენ ბოლოში გაიმარჯვა სანდრო კაჯაიამ? ასევე 3. სწორია. თქვენ გადმოგეცემათ პრიზი. ერთი სათამაშო მანქანა. ილოცავთ. ლიბანი ხარ. პირველი კითხვა, რამდენ კვალიფიკაციაში დააფიქსირა სანდრომ საუკეთესო დრო? 3. კარგი. სწორია. მეორე კითხვა, რამდენი რბოლა მოიგო სანდრო კაჯაი? პირველ გონკაზე პოულიდან მოიგო, მეორეზეც პოულიდან მოიგო და მესამე მე-13-დან. ხოლმე ცოტა მეტად მოიგო. კი ბატონო. პასუხია 3. და თქვენ მოიგეთ გილოცავ გადმოგცემთ პრიზ. ფორმულა 1-ის სათამაშო მანქანა. ამასობაში ხალხი უკვე გამოვკითხეთ, კვალიფიკაცია დასრულებულია, სანდრო მესამე პოზიციაზე დგას და რბოლა სულ რამდენიმე წუთში დაიწყება. შეუტევს რეფორში და ტრაექტორიაზე კი ბატონო გარის კაჯაია, მაგრამ თავარქილა ძენი და მშვენებს. არის სამეული თავარქილაც და ყველა მოსახვევში ცდილობს რომ განსხვავებული ტრაექტორით გორდოეცია ბეჟიტაში კაჯაია და ნახოთ შეუტევს თუ არა შეუტია და დრაგრეისი ნახოთ რომ მეტი მანქანა გახდება გამარჯვებული ზუსტად ჩვენ წინაშეა და კაჯაია ოლო მოსახვევი და გამოვიდა უკეთესი აჩქარი და მოიგო.
სანდრო, გილოცავთ გამარჯვებას და მოგვიყევი ამ ტურნირის შესახებ. ხო, ჯამში ტურნირი ძალიან მომეწონა. ძალიან ყოველფილი ვარ ჩემი თავით, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, სადებიუტო წელი იყო ეს ჩემთვის. პირველად გამოდივარ ზარიანი ავტომობილებით ტრიულ ბოლაზე. და ნუ კაი შედეგი მაქვს თუ ისე. ეხა კულებით ვარ მეორე პოზიციაზე, მე მგონი ან მესამეზე. ძალიან ახლოს ვარ სამეულთან. წინ ერთი რბოლა დარჩა. კი, ერთი რბოლა კიდე დარჩა, ეხლა იქნება 2 საათის დაახლოებით, სადაც ავდგები მე-6 პოზიციაზე და მე-6-დან ვეცები ისევ პირველზე გამოვიდე და მოვიგო. წინა ვიკენდზე ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია მე-13 ადგილიდანაც. წინა ვიკენდზე ძალიან კაი იყო, მე-13-დან გამოგვივიდა მოგება. და ახლაც რატომაც არა. ორი გამარჯვება ერთ ვიკენდზე, კი. მადლობა სანდრო. მადლობა სანდრო. ზოგადად რბოლა სწრაფი გადაწყვეტილებების გარეშე წარმოუდგენელია. ისევე როგორც ბიტანიკა მაინცის თამაში. ჩვენ Telegram community-ში გავათამაშეთ რამდენიმე ბილეთი და ახლა ეს ხალხი აქ იმყოფება. ჩვენ ვათამაშებთ ბიტანიკა მაინცის თამაშს. წესები მარტივია. ვინც ყველაზე მეტ BTN-ს ქულას დააგროვებს 3 ცდაზე, ის გახდება გამარჯვებული. პირველ ადგილზე გასულს გადავცემთ 100 ლარს, ხოლო მეორე ადგილზე გასულს 50 ლარს. მოგესალმებით, მზად ხართ თამაშისთვის? დავიწყოთ. გილოცავთ გამარჯვებას, შენ მიიღე 157 ქულა, თქვენ კი 62. თქვენ ორივე მიიღებთ კუთვნილ ფულად ჯილდოს. გვაქვს 1 წითელი, 2 წითელი, 3 წითელი, 4 წითელი, 5 წითელი. წვანე არის დავიძარით. რასაც შეებრძოლება მეორე პოზიციისთვის პირველზე კი პირველს ინარჩუნებს მის ნაველის ხელაშვილი. კონტაქტი იყო ციხელაშვილი, აქ ქაჯაია ციხელაშვილი გათანაბდნენ, ნახოთ რომელზე იყოფა სიმძლავრე თავის ავტომობილში. ქაჯაიას უჩქარე ქონდა აკრეფილი გიორგი ბეჟიკაშვილს, თუმცა არ გარის კაცებაში სლიპსტრიმით კანარიძებში. როგორი ბრძოლა გვაქვს? რესო იქნებოდა აქ როგორ შეუტია და აგვირდით ქაჯაია გადაასწრო. მუხიანიძეს რამდენად შეინარჩუნებს ამ პოზიციას და არ დაგვაუწყდეს რომ ამ ციხელაში ამოიწიაში და ტრაექტორი დოკ როგორი მანევრით უწევს და აკვირდით ქაჯაია ციხელაშვილს რომელი მათგანი დარჩება გამარჯვებული ციხელაშვილს სლიპსტრიმი აქვს თუმცა ქაჯაიას სუფთა ჰაერი რომელი დორჩება აქ წინ ქაჯაია დარჩა საბოლოოდ გამარჯვებული Das Peter Boas, Setanta Racing, Sezonis Sandro, Kajaya Gadis, მეორე პოზიციაზე და თორნიკეტი კნავერიძე. სანდრო, პირველ რიგში გილოცავ ტურნირის დასრულებას. საკმაოდ დიდი გზა გავიარეთ, ბევრი ახალი ვისწავლეთ, ახალი ვარსკვლავის დაბადებაც ვნახეთ და შენთან მაქვს ეგეთი კითხვა, როგორი იყო შენთვის ეს გზა, რა ისწავლე და რა არის შენი სამოვალო გეგმები? ხო, ძალიან კაი იყო, სასიამოვნო გზა იყო. დიდი გამოცდილება მივიღე, ძალიან ბევრი რამე ვისწავლე. და ნუ რაც მთავარია, ჩემ შედეგს რაც მქონდა მე დასახული, მივაღწია და ძალიან მიხარია და
ვეცები რომ შემდეგ სეზონზეც მაქსიმალური გავაკეთო და უკვე ჩემპიონობისთვის ვიბრძოლო. მადლობა. იგივე კითხვა მინდა დაუსვა დათასაც. გითხარი, როგორი იყო შენი გზა როგორც მენტორი და წინა ვიდეოში დრანგამ გკითხა, არსებობს თუ არა უკეთესი თაობა და თქვენ უპასუხეთ, რომ ჯერ ადრეაო. ეხლა გვაქვს ესეთი კითხვა, ანუ არსებობს თუ არა უკეთესი ქაჯაია. ნახოთ. ასე ადვილად არ დაგნებდებით. შევერკინებით მე და ჩემი შვილი, მალე და ვნახოთ, მაგრამ რა თქმა უნდა, მართლა არ მოველოდი ამ შედეგს, იმიტომ რომ სადებიუტო წელი იყო სანდროსთვის. ანუ მანქანასთან ახლა იმდენი შეხება არ ქონდა და იმდენი გამოცდილება და ჩემი აზრით მოლოდინზე მეტი იქნა. ну როგორც თვალყურს ადევნებდით ყველა ეტაპს და ჩემპიონობის შანსი თავისუფლად ქონდა უბრალოდ ერთხელ მანქანამ გვიმტყუნა, ერთხელ ინციდენტი მოგვივიდა და ამის გამო დავკარგეთ ჩემპიონობა, მაგრამ ვიცი ჩემპიონობა არ არის ხელწამოსაკრავი ამბავი თან ასეთ კონკურენციაში და რავი, შემდეგ წელს უფრო ძლიერები დაბრუნდებით, რა თქმა უნდა, ბიტანიკას დახმარებით და გვერდში დგომით, ესეც უნდა აღვნიშნოთ და შეუტევთ და ვიბრძოლებთ ჩემპიონობისთვის. მოკლედ ჩვენი მიზანი და ამ პროექტის მიზანი იყო რომ გვეჩვენებინა რომ ნამდვილად არსებობს უკეთესი თაობა სანდროს სახით და მე მგონი გამოგვივიდა ძალიან კარგი შედეგი დავდეთ როგორც ახსენე და გემშვიდობებით ყველაფერს რაღაც დასასრული აქვს და ეს პროექტიც სრულდება და შევხვდებით მომავალ წელს. გახვალ